მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ გრძელი გაშლა, იმიტომ რომ უკვე ბევრჯერ მთხოვეს, რომ ვისაც უყვარს ესეთი გრძელი გაშლები და მინდა ეს რაღაც ძალიან საინტერესო კითხვებით შემოგთავაზოთ თემაზე, ანუ თქვენ და თქვენი პარტნიორი რა კარმული შეთანხმება გაკავშირებთ ამ ცხოვრებაში. ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემა და ყოველთვის ნახეთ, როცა ჩვენ უყურებთ ურთიერთობას მხოლოდ იმ კუთხით, აი მიწიერ დონეზე, ეს არის ძალიან მტკივნეული ყოველთვის, იმიტომ რომ ვერ ხვდებით ზოგჯერ თქვათ, აი რატო ხდება ჩემ ცხოვრებაში ის მომენტები, რაც ხდება. ხო, იმიტომ რომ ახსნა ძნელია, რა თქმა უნდა, როცა შენ უყურებ ურთიერთობას, როგორც აი ორივე მხრიდან, გინდაც ახლა მიწიერი დონიდან, გინდაც ახლა იმ რეინკარნაციის დონიდან, ანუ სულების დონიდან, უფრო ადვილი არის გაგება, რა ხდება, უფრო ადვილი არის ამ ურთიერთობის დალაგება და განვითარება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ყველაფერი ხდება ჩვენ ცხოვრებაში, აი არასასიამოვნო, როცა ჩვენ არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ რა. არის ახლა უამრავი საშუალება, რომ ჩვენ ეს რა თქმა უნდა უფრო გავიგოთ, აი რაც ეხება უშუალოდ აი თქვენ ურთიერთობას, თქვენს წყვილს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე თქვენი სულის გზას რა არჩეული, რა პროგრამები, იმიტომ რომ პარტნიორი ყოველთვის შემოდის ჩვენ ცხოვრებაში იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს ამ ამოცანების შესრულებაში. და ეს გინდა დაიჯეროთ, გინდა არა, მაგრამ მე ვფიქრობ, ვინც ახლა უყურებს ამ გაშლას, უკვე თქვენც ეს იცით, რომ ყოველთვის სულების შორის ხდება კონტრაქტი, როცა მოდიან დედამიწაზე იმისთვის, რომ ამ პლანეტაზე, ასე რომ ვთქვათ, სადაც არის უდიდესი სკოლა და ყველაზე რთული სკოლა დედამიწაზე, რომ გაიარონ აი ეს თავისი ამოცანები და ამიტომ ხდება, რომ ჩვენ ახლა პრინციპში თუ რამეს ვაღწევთ, უფრო აი თავიდან თუნდაც ან ხშირად, ან გააჩნია კიდე რა თქმა უნდა სულის გეგმას, ხო? ადვილად, ზოგი ტკივილით, ზოგი უმრავლესობა რა თქმა უნდა გადის აი ტკივილით, იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა, როცა სული მოდის, იმას აღარ ახსოვს არანაირი კონტრაქტები, არაფერი არ ახსოვს, ზოგს საერთოდ არ სჯერა არაფრისა. ზოგი არის ისეთ დონეზე, რომ კი მინდა დავიჯერო და ასე შემდეგ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარე ზუსტად აი ამ მიდგომით, როცა ადამიანები უკვე მიხვდნენ, რომ არ არის მხოლოდ ეს პარტნიორი არ არის მხოლოდ აქ იმისათვის, რომ მხოლოდ მიწიერი რაღაცა მომენტები გავიარო მასთან, არის კიდე უფრო მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, იმიტომაც უმრავლესობა როცა ჩემთან მოდის კონსულტაციაზე, უკვე ვინც აქ დიდი ხანი არის, ან ვინც უყურებს ჩემი ვიდეოებს, ხო, ირჩევს კონსულტაციას, სადაც ჩვენ მატრიცასაც ვიხილავ და გაშლასაც ვაკეთებ. აი ეს ორი ინსტრუმენტი ერთად არის არაჩვეულებრივი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სურველები ვინც არიან ეზოტერიკოსი, ან შეიძლება თვითონ უბრალოდ თქვენ გინდათ, რომ ან ფსიქოლოგი ხართ, არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი დამხმარე პროფესიის, რომ ეს ორი ინსტრუმენტი გააერთიანოს და უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს იმაში, რომ ეს თავისი მიწიერი გზა სულმა უფრო ადვილად გაიაროს რა. აი ეს არის ჩვენი ამოცანა და თუ თქვენც ხართ დამხმარე დაუშვათ ახლა პროფესიის, ან საერთოდ გიყვართ დახმარება ადამიანების, თქვენთვის ეს არის აი, ნუ მე ვეტყოდი, რომ ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ მართლა უმაგრესი ინსტრუმენტები არიან და ახლა რადგან მე მინდა დავეხმარო ადამიანს, ხო, მე ვცდილობ, რომ ყველანაირი ინსტრუმენტი თუ რამე მე მომწონს სიტყვაზე, ხო, გამოვიყენო იმისათვის, რომ უფრო შემსუბუქო ეს გზა. აი ეს არის რა. მოდით დღეს ჩვენ ვნახოთ ახლა ეს თემა, განვიხილოთ, ნუ ეს იქნება რა თქმა უნდა საჯარო გაშლა, შეიძლება აქ რაღაცა ვარიაციები იყოს, სხვადასხვა ვარიანტების რაღაცა სიტუაციების, ხო? რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ შეიძლება აი ზოგისთვის რა თქმა უნდა რეზონირდება, ვიცი არ გამეკვირდება, თუ არა და აი უბრალოდ დაინახავთ, როგორ შეგვიძლია ჩვენ გავარჩიოთ თქვენი სიტუაცია, თქვენს კარმულ პარტნიორთან და უმრავლესობა კარმული
კარმული რატო? იმიტომ რომ რაღაცა დაგვრჩა ჩვენ ვალი ამ ადამიანთან და ეს კონტრაქტები და უნდა დავასრულოთ, ან უნდა რამე გავაკეთოთ, ზოგი ასრულებს, ზოგი არა და ასე შემდეგ. ვნახოთ ახლა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ არხზე ახლა უკვე მივხვდით თქვენ აქ ჩვენ ვითარდებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ ვისაც ეს აინტერესებთ, თუ პირველად ხართ თქვენ გესალმებით ცალკე, მე ვალენტია ბარბაკაძე მქვია და სასიამოვნო არის თქვენი მობრძანება ჩვენთან. ვინც უკვე არის ჩვენთან დიდხანს, თქვენ დიდ სიყვარულს გიგზავნით. ვნახოთ, ახლა ესე იგი თემები კი არის, მოამზადეთ ყავა მანამდე, სანამ მე გაშლას გავაკეთებ და იმიტომ რომ გრძელი გაშლა გველოდება ძალიან. აქ დავდენახეთ ახლა იეროფანტი, იმიტომ რომ უკაცრავად აქ იეროფანტი არ არის, ეს არის რა ქვია, იმპერატორი და აი ეს ჩვენი სულის გზა, სულის იმპერატორთან რა. განვითარება, ვნახოთ თქვენ პარტნიორთან. ვიმუშავებ დღეს კლასიკაზე, მიყვარს ეს და ვნახოთ ახლა იმედია რომ თქვენ დაინახავთ, იმიტომ რომ ცოტა ანარებლების საკეთებს ახლა. ვნახოთ ახლა თქვენი ურთიერთობას ზოგადი არსი. ანუ ამ კითხვში მე მინდა ჩავსვა რა კარმული შეთანხმება გვაქვს ამ ცხოვრებაში, ანუ თქვენს პარტნიორთან ეხლა. აი აქ დავდებ, ეს პირველი, აი აქ ასეთ გავაკეთებ. შემდეგი რა აერთიანებს ჩვენი ჩვენ სულებს ამ ინკარნაციაში. აი ასე დავდოთ ჩვენ ახლა პირველი კითხვისთვის და ვნახოთ რა არის აი ჩვენი ურთიერთობის მთავარი მიზანი. ეს პირველი იყოს აქ. იმიტომ გეუბნებით ცოტა გრძელი გაშლა მგონი იქნება რა. შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ანუ რა ამოცანები და გაკვეთილები არის რა. ანუ პირველი რა გაკვეთილი უნდა გაიარო ამ ადამიანთან ამ ადამიანის მეშვეობით, იმიტომ რომ გაკვეთ ჩვენ ხო ვთქვით, რომ რაღაცა გაკვეთილები გვაქვს, რა თქმა უნდა, ხო გეუბნებით, რომ კიდევ და კიდევ ეს არის საჯარო გაშლა, იცოდეთ, იმიტომ რომ ყველა თქვენი გაკვეთილები არის თქვენს მატრიცაში, იცოდეთ რა. იმიტომ რომ მე დღეს ვმუშაობ წლები და ვიცი უკვე აი 1,000,000%-იანი ვიცი, რომ იქ არის, თუ სულ ყველა აბსოლუტურად არის, უმრავლესობა ჩვენი გაკვეთილების იქ არის. ამაში ვარ დარწმუნებული, ვერავინ ვერ გადამარწმუნებს, იმიტომ რომ თვითონ გავდივარ ამ ყველაფერს და ვიცი. ანუ ესე იგი რა გაკვეთილი უნდა გაიაროთ ამ ადამიანის მეშვეობით. ვნახოთ რა გაკვეთილს გადის თქვენი პარტნიორი ამ ურთიერთობის მეშვეობით. და მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია რა უნდა განიცადოთ თქვენ ერთად. ეს ასე. შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ესე იგი კარმული კვანძები, კავშირები, აი შეიძლება მოუგვარებელი რამე საკითხები იყო, ანუ თუ არის საერთოდ თქვენ შორის რამე ასეთი დაუმთავრებელი თქვათ, ახლა კარმული ვალები წინა ცხოვრებიდან. ეს აქეთ იქნება, დაგანგუნი დაინახავთ და ის დავალაგო. შემდეგი იქნება კითხვა, ანუ რამე თუ გაქვთ თქვენ კარმული ვალი წარსული ცხოვრებიდან, აი კარმის თვალსაზრისით, აი ასე რომ ვთქვათ რა, ანუ თქვენ თუ გაქვთ რამე ვალი ამ ადამიანის წინაშე. და ვნახოთ ახლა რა ვალი აქვს მაგას სულის დონეზე. Так, შემდეგი მე მინდა ვნახოთ ასეთი საკითხი ენერგეტიკული კავშირი, ანუ როგორი
ენერგეტიკული კავშირი არსებობს ჩვენს შორის. ანუ თქვენ შორის, ხო? შემდეგი აი ეს კავშირი არის თუ არა მკურნალი, თუ არის თქვენთვის დამანგრეველი. და ვინ უფრო რომელი ჩვენგანი უფრო მეტ დევს ენერგიას ამ ურთიერთობაში. და კიდე შემდეგი, იმიტომ გითხარით, რომ ძალიან ისეთი გაშლა შეიძლება ახლა ეს ერთხელ გავაკეთო და ვნახოთ როგორ წავა რა. შემდეგი ვნახოთ ჩვენ აი და შევეხოთ წარსულ ცხოვრებასაც. ანუ ვნახოთ ეხლა თქვენ თუ უკვე გქონდათ შეხვედრები დაუშვათ სხვა ინკარნაციებში. ერთად თუ იყავით თქვენ. შემდეგი ვნახოთ მეორდება თუ არა ახლა ეს სცენარი წარსული სიცოცხლიდან და ვნახოთ რომელ ციკლს ახლა ამთავრებთ ამ ურთიერთობით. ესეც ძალიან საინტერესო, არ გამიკეთები ეგეთი გაშლა, აი რა ვიცი რაღაც მომინდა ძალიან და ვნახოთ თქვენი განვითარების გზას. კიდე ორი კითხვა მაქვს, так, თქვენ ახლა აქეთ დაჭიქეთ, ესენი ხო დაწელოდებიან. так, ეს ცოტა აქეთ. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ახლა ვკითხოთ ჩვენ. ანუ განვითარების გზა. ვნახოთ ჩვენ ანუ რასთან გაგიყვანთ რა ეს შეთანხმების შესრულება. აი ახლა ვნახოთ კიდე შეიძლება თუ არა ამ კარმის ბოლომდე ამოწურავი დამუშავება რა ამ ცხოვრებაში. ვნახოთ კიდე აი როგორ დასასრული შეიძლება გქონდეს ამ ურთიერთობას. აი თუ დაუშვათ თქვენ ორივე გაევლით ამ კარმულ მისიას რა, თუ შეასრულებთ. რა განვითარება შეიძლება იყოს და ავიღოთ ჩვენ კიდე ასე რჩევა. აი მე გეხვეწებით თუ ძალიან მართლა გრძელი იქნება, აი უბრალოდ ლაიკები მაინც დაწერეთ, რომ YouTube-ზე ეს YouTube-მა გაუშვას და მე მინდა რომ ეს გაშლა ნახონ ბევრმა რა, იმიტომ რომ ეგ ესეთი საკითხი მაგაც ახლა შეიძლება მეორე აღარც გავაკეთებ რა, იმიტომ რომ აი ხა რაღაცნაირად მომინდა და მაგრამ მინდა რომ ბევრმა ნახოს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ესეთი მე მგონი იქნება აქ დრო. წავა. ვნახოთ ახლა ჩვენ მაღალი ძალების რჩევა. რა რჩევას მოგცემენ ჩვენ, ხო? მაღალი ძალები. რა უნდა მიიღოთ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა უფრო მსუბუქი იყოს თქვენთვის. და так, ერთი წამით მინდა გავასწორო ეს კამერა კიდე. თქვენ დაინახოთ კარგად. და ეს მოიცადეთ, ეს აქ არის, ეს ну кай, ამას აქ დავდებ და მე მაგას გაჩვენებ თქვენ აქ შეიძლება არ ჩანს ჯერ. და ნახოთ ახლა თუ დაუშვათ ეს არის მტკივნეული, როგორ შეგიძლიათ რომ დაასრულოთ. აი ესეც, ну ვკითხოთ რა მაღალ ძალებს ახლა რას გვეტყვიან ჩვენ, ხო? ეს რჩევა აქეთ იყოს, აი ასე დავდებ, რომ ვიცოდე რომ ეს არის ბოლო. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. так, მე მინდა დავეხმარო, ეხლა თუ დამჭირდება სიტყვაზე, აი ამას ავიღებ. всё, დავიწყოთ პირველი ჩვენი ესე იგი. აქ ასეთი კითხვა, ანუ როგორი არის ახლა თქვენ შორის ესე იგი ხელშეკრულება, ხო? აჰა, გაკვეთილები, რაღაცა ახალი უნდა ისწავლოთ თქვენ, ხედავთ? კი ბატონო, ესე იგი რაღაც უნდა პირველ რიგში რომ რაღაც უნდა გავიაროთ, ერთად უნდა გავიაროთ რაღაცა გაკვეთილი. ხელშეკრულება და ეგრევე მეჩვენებია ხელშეკრულებას, ხო ხდებით რა?
ანუ როგორი რომ რაღაცა შეიძლება თავიდან უნდა ისწავლოთ, იმიტომ რომ ნახეთ, აქ უკვე ეგრევე როგორი ვეკითხები და მეუბნებენ არის, ხო? კაი, მოცადეთ ახლა ამას გავხსნი. რა აერთიანებს თქვენს სულებს ამ ცხოვრებაში? სიყვარული და ნახოთ ახლა მთავარი ამოცანა. ოჰო. აჰა. ნუ ნახეთ ახლა პრინციპში ისედაც ახლა გასაგები იყო რა. ახლა მე აქ დარწმუნებული ვარ, აი ამ ურთიერთობაში ნახეთ. თქვენ აქ ახლა ნახო კარგად ჩანს ხო всё. ანუ ესე იგი ამ ურთიერთობაში პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ ეს კონტრაქტი დადებული. აქ არის ახლა რა გაერთიანებს თქვენ, აი ეს იქნება როგორ თქვენ აქ ხალი, რა თქმა უნდა პირველი ხალი ეს არის ის ვინც ახლა შლის თავისთავად, თქვენი სიყვარული, თქვენი გაგება, თქვენი ემპათია, თქვენი დამოკიდებულება და რაში არის მთავარი ამოცანა აქ, მე გეუბნებათ რომ აი აქ არის ცოტა ძალიან ხშირად როცა ვაკეთებდი ასეთ გაშლებს, რომ უფრო ნახეთ იმაში რომ მამაკაცი, ხო? მამაკაცმა მოიპოვოს აი ეს თავისი კაცობა რო ასე რომ ვთქვათ რა. მე არ ვიცი შეიძლება აქ იყოს რამე სხვაობაც ასაკში, ნახოთ არ ვიცი რატო შეიძლება ხალი უფრო ხალს უფრო მეტი თქვა ცოდნა აქვს სიყვარულის ურთიერთობის მართვას. ხო, მაგრამ აქ გაკვეთილი უეჭველი რატომღაც მგონი გადის კაცი. თუ ეხება ხალს მაშინ აი ნუ ხა ჩვენ ვნახავთ აი აქ გაკვეთილებს რა თქმა უნდა ახლა აქ ხო გვაქვს ჩვენ რა გადის თქვენი პარტნიორი და თუმცა მოდით აბა გავხსნათ ახლა ასე რაღაცე ვილაპარაკოთ და მე უფრო ინფორმაციას მივიღებ. მოდით აბა ვნახოთ ამოცანები რა გაკვეთილს გადის აი ვინც უყურებს ახლა აჰა აი ვიცოდე კაი ახლა გეტყვით ახლა ამ წუთში და რა გაკვეთილს გადის ახლა თქვენი პარტნიორი და რა არის ახლა რაში არის თქვენი საერთოდ ტრანსფორმაცია რომელიც ერთად უნდა გაიაროთ აი ნახეთ ახლა მართლა შეხედეთ ახლა მე ხო ვთქვი რომ აქაც სიმპათია და ასე შემდეგ აი ნახეთ რა თქმა უნდა რა გაკვეთილს გადიხართ ამ ადამიანთან აქ გაქვთ თქვენ უეჭველი რაღაცა დიდი ცოდნა მეცხრე ენერგია საერთოდ თუ აი ნუ პრინციპში ახლა იმდგაც მე და ჩემოსწავლე ველაპარაკობდით ყველა ჩემოსწავლეს რა თქმა უნდა ჩემი დამადობით მეცხრე ენერგია აქ მატრიცაში ანუ ესე იგი საერთოდ ნუ ბევრჯერ მაგ თქვა მე დამიჯერეთ რომ არ არსებობს ადამიანი რომელიც უყურებს რამე გაშლებს არის დაინტერესებული გინდა ფსიქოლოგიით გინდა ეზოტერიკით რომ მას არ კონდეს მატრიცაში მეცხრე ენერგია ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ადამიანმა უკვე ანუ სული მოვიდა უკვე რაღაცა ცოდნით ეს ცოდნა არის აუცილებლად გასახსნელი აუცილებლად იმიტომ რომ ანუ ან მე-18 ენერგია ან მე-9 ენერგია ეს აი აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ამ ადამიანს ნახეთ, ან თუ ბევრი არის მატრიცაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უკვე დიდი ცოდნა აქვს და კიდე ანუ უნდა გაიხსნას ეს ცოდნა და მერე უკვე უნდა დაეხმაროს. ეხლა ნახეთ, მე არ ვიძახე, რომ ყველა ეზოტერიკაში უნდა იყოს. საერთოდ ეს განდეგელი არის აი უჭკვიანესი პიროვნება. ეს შეიძლება იყოს მეცნიერი, შეიძლება იყოს ფარმაცევტი, შეიძლება ადამიანი, რომელიც აი შეიძლება ექიმიც იყოს, კაი ანუ ისეთი ადამიანი რომელიც ეხმარება აი რაღაც მაინც სულს ეხება რა ადამიანი მივხვდით რომ აი იმიტომ რომ ექიმიც ხო როგორ ელაპარაკება ხო ადამიანს რა დონეზე ანუ სულ სხვანაირი მიდგომა ნუ კარგ ექიმზე მაგ ლაპარაკი ხო ამიტომ აქ თან პლუს კიდე სხვადასხვა თასების დედოფალიც ეს შეიძლება ექთანიც იყოს შეიძლება იყოს ანუ ისეთი ადამიანი რომელიც უნდა აქ უნდა აჩვენოთ ისწავლოთ თქვენი პროფესიონალიზმი უნდა აჩვენოთ კაიგეთ თუნდაც იმიტომ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ანუ
თქვენ ყველა ვარიანტში ამ ადამიანმა რაღაცა თქვენი ასეთი ცოდნა უნდა გახსნას. ეს გეუბნით, აი ამ გაკვეთილების მეშვეობით თქვენ გაქვთ, ესე იგი, იმიტომ რომ მესამე ენერგია, როცა უკვე რაღაცა, უნდა ეს არის სწავლის ენერგია, საერთოდ რა უნდა ვისწავლოთ, ორივენი რაღაცა უნდა ვისწავლოთ. მივხვდით? ორივენი. გაქვთ თქვენი აქ ახლა, როგორც ყველას ხელმძღვანელები, რომელიც თქვენ გააკეთეს ხელშეკრულება, იმისათვის ნახეთ ახლა, რომ აუცილებლად თქვენ უნდა გაიაროთ, აი გოგოზე მაქვს ლაპარაკი ახლა ამ წუთში, გახსნათ თქვენი ცოდნა, თქვენი ემპათია, თქვენი უფრო ეს რაც არის თქვენში ეს საკრალური ცოდნა. რაც ეხება ჩვენს პარტნიორს, ხო? ანუ რა გაკვეთილს ეს გადის. ეს უნდა გადავიდეს რაღაცა ახალ გზაზე, უნდა გაიზარდოს რაღაცა კიდე ამას ახლა, რაც აქ დაუშვათ დაგროვილი წინა ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, ახლა გამოცდილება უნდა, რა თქმა უნდა, ეს ცოდნა გასცეს, მაგანაც რა, მიმართულება, ანუ აქ ნახეთ ჩვენ როგორ გვაჩვენებენ, აი აქ საერთოდ პროფესიონალიზმიც უნდა გახდეთ, კაი, პროფესიონალი მამაკაცი, თქვენ პროფესიონალი თქვენ საქმეში, თქვენი მამაკაცი, როგორც გითხარი, აქაც ნახეთ, ეგრევე ტყუილა მე მეგონა იეროფანტი იყო, სიმართლე გითხრათ რა, რატომღაც სანამდე აქ კარგად არ დავაკვირდი და ანუ აქაც აი შემთხვევით არაფერი არ არის, აქაც არის იმპერატორი, აქაც არის იმპერატორი, ხვდებით? ანუ მამაკაცს უნდა ისწავლოს, აქ ახლა ეს არის პაჟის უფრო ენერგია, მივხვდით? ანუ რაღაცა თქვენ აქ იმპერატრიცად მოდი ხარ, უკაცრავად იმპერატრიცა, იმპერატრიცა ხარ, მაგრამ ხარ. ხა იმპერატორს ვინ გახდეს, მარტო იმპერატრიცა შეუძლია ეგეთი რაღაცა, ხო? და აი ნახეთ ახლა თქვენი სიყვარულით, აი ეს შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ. სიყვარული, მაგრამ ქალის სიყვარული, რა საინტერესოა, ხო ხდებით? და აქ ნახოთ თქვენი თავარი, ანუ ტრანსფორმაცია, რომელიც უნდა გაიაროთ, კარმული გაკვეთილები, დაბალანსება, აუცილებლად დაბალანსება. აქ ახლა კიდე რო გავხსნით, კიდე უფრო დავინახოთ, მოდით ის იმეც უკვე მაინტერესებს. და მოიცადეთ ახლა ნახოთ. ტრანსფორმაცია. კი ბატონო. რა არის იცით ჩემო სიხარულებო, აქ ახლა ნამდვილად თქვენ გაევლით სერიოზულ ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ აქ არ არის ადვილი, ნამდვილად არ არის ადვილი. აქ თქვენ უნდა ისწავლოთ, აქაც ნახათ, აი აქ შეიძლება იყოს ტკივილიც ურთიერთობაში, აქ შეიძლება იყოს გაუგებრობაც ურთიერთობაში, აქ შეიძლება სტაგნაცია იყოს ზოგჯერ, მაგრამ ეს ყველაფერი არის თქვენი წინსვლა, ხო ხდებით რა? კი ერთული, მაგრამ აი აქ ნახეთ როგორ მიდიხარ სიხარულისკენ. კარგით, ისე მოიცადეთ ახლა. შემდეგი კითხვა ჩვენ რა აქვს, ახლა კარმული კვანძები ზუსტად და მოუგვარებელი საკითხები, ხო? ანუ ვნახოთ ახლა, გაქვთ თუ არა თქვენ ერთმანეთთან კარმული ვალი წარსული სიცოცხლიდან. კარმული ვალი. ნუ პრინციპში ნახეთ ახლა რა არის ახლა. მე ვფიქრობ, რომ არა. იცით რატომ? იმიტომ რომ ნახეთ მე ყოველთვის გეუბნეთ, როცა კარმული ურთიერთობას ასრულებ, ხო? ძალიან კარგი იქნება თუ დაუშვოთ თქვენ პარტნიორთან კარგად დაშორდებით. ანუ ყველანაირი თქვათ ახლა ჭუბის და წყენის და წყებლის და რაღაცა ცუდი დამოკიდებულების გარეშე რა. იმიტომ რომ ეს არის როგორი მომენტი, იცით, თუ ეს გრჩება ამ ცხოვრებაში შეიძლება
გქონდეთ კიდე გაგრძელება ვინმე სხვასთან, მაგრამ წინა ცხოვრებაში უეჭველი გეუბნებით, რომ ისე იქნება რაღაცა მტკივნეული ურთიერთობა, შეიძლება თქვენ ისე მოხდა, თქვა როგორც თქვენ ქალი ის კაცი, ან პირიქით. გაიგეთ? ამიტომ მაგრამ აი აქ მე ვფიქრობ, რომ არ გქონდა თქვენ არანაირი ისეთი დაუმთავრებელი, იმიტომ რომ ნამდვილად სამიანი, იმიტომ აქაც ვფიქრობ, ნახეთ, თქვენ რაღაც ახალ გაკვეთილებზე ხართ რა მოსულები აქ. ახალ გაკვეთილებზე. აი ეს არის, იმიტომ რომ აქაც სამიანი მაბადეთ, იმიტომ რომ უკვე თითქოს უკვე დაიგეგმა იქ მეორე ენერგიაში, დაიგეგმა და ეხლა ისევ წამოხვედეთ, გაიგეთ? ანუ ისევ იქ დაასრულე და ისევ ახალი რაღაცა წამოვიდა რა. კარგი, საინტერესო. ეხლა ნახოთ კიდე. ანუ გაქვთ თუ არა ერთმანეთთან კარმული ვალი, წარსული ცხოვრებიდან. და ვნახოთ ეხლა თუ დაუშვათ, ანუ გაქვთ თქვენ თუ გაქვთ რამე კარმული ვალი, გოგოს. ან ვინც უყურებს პირი. გაქვთ თუ არა? არა მგონია. მე მგონი ყველაფერი თქვენ გაარკვიეთ რა. და რა ნახეთ და რა უნდა მაგას თქვენ რას მართავს ის თქვენს წინაშე სულის დონეზე. ნახეთ, ამაგან უნდა მოგიტანოთ ბედნიერება. იმიტომ რომ აი აქ რო ვკითხოთ, ეს იგი თქვენ გაქვთ თუ არა რამე ვალი. ერთმანეთთან არა გაქვთ. так, თქვენს ეხლა მე არა მგონია. არა, აქ არა მგონია და ესეც მოვიდა იმისთვის, რომ თქვენ რაღაცა სულის დონეზე მოგიტანოს ბედნიერება. უეჭველი. ბედნიერება უნდა მოგიტანოს მაგან. იმიტომ რომ შეიძლება აი აქ დაუშვათ თქვენ რა თქვათ თქვენი ვალი. მე აქ ვერ ხედავ ვალს. იმიტომ რომ პირიქით მეხუთე ენერგია აი აქ ვერთხების უფრო გვაჩვენებს ჩვენ, როცა ადამიანი რაღაცას აი გამოდის, თქვათ რაღაცა დაუშვათ ქონდა, ისეთი ენერგია, როცა გამოვდივარ. აქაც ახლა მეხუთე, მეოთხე, აი მეხუთე ხმალები და გვერთხები მაგას უფრო აჩვენებენ. ამიტომ მე აქ არ მგონია რომ თქვენ რაღაცა ვალები მე აი უფრო მგონია რომ თქვენ მართლა ხოგებთ რაღაც ახალ ეტაპზე. სხვათა შორის აქ შეიძლება იყოს, ნახეთ, სიყვარული იმპერატორი აქაც მე ვფიქრობ რომ აქ თქვენ სულს უკვე აი კიდე გავიმეორებ რომ თქვენ რაღაცა გზა დაამთავრეთ და ისევ წამოხვედით რაღაცა ახალ ეტაპზე, უეჭველი. აქ თუ რამე ისეთი არასასიამოვნო მომენტები თუ იქნება, თქვენ გამოდიხართ აქედან, გამოდიხართ რა. თქვენ ტრანსფორმაციას გადიხართ, თქვენ ერთად გადიხართ ამ ტრანსფორმაციას, რაღაც ასრულებს, ახალ ეტაპზე გადადიხართ, ესეც ახალ ეტაპზე. აი ნახეთ, ახალ ეტაპზე გადასვლა. აქ ახალი გაქვთ თქვენ რაღაცა კონტრაქტი. აქ თქვენ არ მოხვედით იმით, რომ რაღაცა აი კარმული ვალები, ძნელი რაღაცა რთულები, არა. არა. აქ შეიძლება კიდე даже ვფიქრობ, რომ ხომ არ სწავლობთ თქვენ აქ სიყვარულის, აი გეუბნებით, აქ ხალხს ეძლევა ესეთი სიყვარული, რომ ამ სიყვარულით თქვენ მე მგონი ამაზე უფრო უნდა იმოქმედოთ ამ თქვენს პარტნიორზე კიდე და ამანაც უნდა მოგიტანოთ თქვენ რაღაცა ბედნიერება, უნდა მოგიტანოთ სიუხვე სხვათა შორის თქვენ რო იცოდეთ რა. და через ამ ადამიანი თქვენ სულის დონეზე, ესე იგი საერთოდ მზის არკანი რა არის? შეიძლება თვით სიყვარულის გასწავლოს, ხო? ბედნიერება, სიუხვე, ზოგთან შეიძლება შვილიც გააჩინოთ მაგისგან, არ გამეკვირდებათ, ეს ბავშვი იქნება რაღაცა ძალიან განსაკუთრებული, რაღაცა სხვანაირი იქნება. აქ არის, როცა ანუ ძალიან დიდი ცვლილებები
უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში და ბედნიერება უნდა მოგიტანოთ. ნახეთ, ეხლა ეგ როგორ ხდება, შეიძლება აი აქ ხო ხედავთ არის მომენტები რთული, მაგრამ ეს რთული მომენტები პრინციპში თქვენ მაგას გაივლით, ეხლა აი თითქოს მალე შეიძლება ნახევარ წელიწადში დაუშვოთ, გაივლით ამას. მიხვდით? აი აქ. და მერე უკვე მიდის თქვენი გახსნა, იხსნებით, აი გახსნილი ხართ, უნდა გახსნა მოხდეს რა თქვენი. აი აქაც ხო თქვით? იმიტომ რომ ბედნიერება, სიუხვე უნდა მოიტანოს ამ ადამიანმა თავისი შეიძლება აი ასეთი ქცევებით რა. იმიტომ რომ თქვენი წინსვლა იქნება თითქოს რა უნდა რაღაცა თქვენში უფრო მეტი გაიხსნას. ვოთ განდეგილი მაგას გვეუბნება რა. Так, შემდეგი მოგოთ ნახოთ ჩვენ ახლა დავუშვათ ენერგეტიკული თქვენი კავშირი, ანუ როგორ ენერგეტიკული კავშირი არსებობს თქვენს შორის. სხვათა შორის ძალიან კარგი. აი ნახეთ რა საინტერესო, სულ სამიანებით იწყება, ხო? სხვათა შორის ძალიან ერთმანეთს გრძნობთ. იცით რა არის? აი ყველანაირად, აი თუ დააკვირდით, აი თუ რამე დაუშვოთ, მაგას ეთკინება. ან თქვენ თუ დაუშვოთ, რაღაცა გეთკინებათ. ანუ ეს ესეთი კავშირი არის, როცა ერთმანეთის ტკივილსაც კი ვგრძნობთ ჩვენ, ეგრევე ვგრძნობთ, რომ აი რაღაცა შეიძლება აი რანაირი ხმა გაქვს, ან რაღაც უდად ხო არ ახარ, ან რამე ხო არ გიჭირს. აი ეს აქ არის თან ახლა პლუს კიდე ხმალები გამოვიდა, ეს არის აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული თქვენ კავშირი გაქვთ ერთმანეთთან, აი ძალიან. იმიტომ რომ აი გრძნობთ. ეხლა ნახოთ არის თუ არა ეს კავშირი მკურნალი, თუ არის თქვა თქვენთვის დამანგრეველი. კი, როგორ არა, ნახეთ ეხლა, კი. არის ძალიანაც მკურნავი კი არა, ძალიან მკურნავი, იმიტომ რომ აქ სიყვარული, აქ даже არჩევანსაც არანაირად არ ვეტყვი, აქ ეს ენერგია თქვენ მკურნავს. თქვენ აქ უეჭველი სწავლობთ სიყვარულს, გეუბნებით რა, რაღაც ისეთ მომენტი არის, იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით, აქ არ იქნება ძალიან აი კონტრაქტი ხომ გაქვთ თქვენ, მაგრამ რაღაცა მალე გამოდიხართ, იცით, კრიზისული სიტუაციიდან. იმიტომ რომ შეიძლება ურთიერთობა თქვა დაიწყო, კარგად იყო ყველაფერი, მერე უცბად რაღაცა წყენები წამოვიდა, მერე თქვა იყო რაღაცა პერიოდი, აი მაპატიეთ, ძალიან ესეთი რთული და მერე გამოდიხართ თქვენ. აი თითქოს ერთიანდებით რა, ანუ რაღაც პროცესს ხედავთ რა. აქ არ იქნება, აი აქ ვერ ვხედავ მე რომ ძალიან იქნება თქვა ახლა ხანძრივი რაღაცა არა. ხმა რაღაც მიჯდება, აპატიეთ რა. ეხლა ნახეთ ესე იგი არის თუ არა, კი არის ნამდვილად ეს თქვენ ერთმანეთს თქვენი სიყვარულით კურნავთ, თქვენ ერთმანეთთან ხართ გახსნილები, გახსნილები ხართ რა. და ვნახოთ ეხლა, ანუ ვინ უფრო მეტ ენერგიას დებს, ხო? ამ ურთიერთობაში ვინ უფრო სხვათა შორის მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ორივენი ერთად. აქ даже არ შემიძლია ვთქვა, რომ რომელიც არა. თქვენ იცით როგორ ხართ, აი მეტნაკლებად, რამდენიც შეგიძლიათ, იმიტომ რომ აქ ეს არის, აი ნახეთ, ერთმანეთს კურნავთ, თქვენ გაიგეთ? შეიძლება გეწყინოთ რაღაცა, შეიძლება ტკივილს მიაყენოთ ერთმანეთს, ხო? მაგრამ ერთმანეთისთვის ხართ მნიშვნელოვანი, გაიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ რამდენიც აქ არ შეიძლება თქვა, რომ რომელიმე თქვა დევს ნაკლებად, ის არა. ანუ შეიძლება როგორი მომენტი იყოს, იცი რომ აი იმან თუ გატკენეთ, თქვენს ეგრევე ატკენეთ, იმან თუ გიმკურნალათ, თქვენს ეგრევე უმკურნალეთ. აი ეგეთი რაღაცა, ანუ ერთნაირად დებთ თქვენ ენერგიასაც და ერთნაირად ერთმანეთზე მოქმედებთ. ისე მომწერეთ, ძალიან რთული ხო არ არის ეს გაშლა. ეგაც მაინტერესებს თქვენი აზრი, რომ აი ძალიან რთული ხო არ არის რა, მაინტერესებს პროსტო რამდენი ადამიანს ესეთი გაშლა, ასეთი ღრმა
გაშლა მოგეწონათ, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა აქ ახლა საჯარო გაშლა რო არის, ახლა ძალიან სიღრმეში არ შევდივარ, იმიტომ რომ ზოგადად გეუბნებით, მაგრამ მაინც ამოიღებთ აქედან რამე ინფორმაციას უეჭველი. ეხლა გადავიდით ჩვენ ახლა წარსულ ცხოვრებაზე, ხო? როგორი წარსული ცხოვრებები გქონდათ? ანუ როგორ გქონდათ თუ არა თქვენ უკვე შეხვედრები? იცით რა არის? მე ვფიქრობ ასე, რომ თქვენ მართლა აგერ არის პაჟებიც კი გამოვიდნენ. აქ უფრო როგორი სიტუაცია არის, ნახეთ? აი, კიდევ დაუბრუნდები იმას, რომ თქვენ, აი, აქ კითხვა გვაქვს ჩვენ, ანუ მეორდება თუ არა სცენარი თქვენი წარსული ცხოვრებიდან. ნაჩვენებენ, რომ არა. არ მეორდება. სულ სხვანაირი, ეგეთი შეხვედრა თქვენ არ გქონდათ. შეიძლება იყოს შეხვედრა სიტყვაზე დედაშვილური, ანუ თქვენ იყავით, თქვა დედა, ის იყო შვილი. არ გამოვრიცხავ ეგეთი რაღაცა. შეიძლება თქვენ, აი როგორც თქვათ, ეხლა კაცი და ქალი ამ პარტნიორობაში არ ყოფილხართ ჯერჯერობით. გაიგეთ რა ხდება? არ ყოფილხართ, იმიტომ რომ უკვე როგორ ინკარნაციაში თქვათ, რომელი ინკარნაციაში თქვენ გქონდათ რანაირი შეხვედრა, უფრო ხო გეუბნებით, აქ იყო რაღაც, შეიძლება ან თქვენ იყავით მისი შვილი, ან ეს იყო, ეს არის ძალიან ხშირი სხვათა შორის. მით უმეტეს ნახეთ, როცა არის სხვაობები, ხო, ასაკში, ძალიან დიდი სხვაობები, აი მანდ არის ეგეთი რაღაცა, შეიძლება თქვენ თვითონაც იგრძნოთ, ან დაჟე თუნდაც ნახეთ, აი თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენ პარტნიორს აქ დაუშვათ, არა გაქვს სხვაობა დიდი, ხო? მაგრამ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენ თითქოს აი რაღაცა პატარა ბავშვი, აი როგორ პატარა ბავშვზე რო ზრუნავენ, აი ეგეთი მზრუნველობა დაუშვოთ, თქვენ სულ გიჩნდებათ ამ ადამიანზე, ხო? აი ესეც იქნება, რომ აი თითქოს ვალდებული ვარ, სულ მგონია რომ აი რაღაცა უნდა გავუკეთო, რაღაცა უნდა უყიდო, რაღაცა უნდა შევამოწმო. აი ეს არის იქიდან, გაიგეთ რა ხდება. იმიტომ რომ თქვენ ეხლა ამ რეინკარნაციაზე რო ხართ, ეხლა ამ ცხოვრებაში, ისეთი შეხვედრა თქვენ არ გქონდათ წინა ცხოვრებაში. არ გქონდათ. ეხლა შეიძლება პირველად მასეთ შეიძლება დაძმანი იყავით, შეიძლება იყავით, თქვათ ეხლა ის იყო ქალი, თქვენ იყავით კაცი, მაგრამ აი ეხლა როგორიც ხართ, ხო, ერთმანეთთან, მასეთი არ ყოფილა. არ ყოფილა და ამიტომ თქვენ ეხლა რას ამთავრებთ? რაღაცა გაკვეთილს, პირველ გაკვეთილს ამთავრებთ თქვენ ეხლა აქ. პირველ გაკვეთილს ამთავრებთ თქვენ აქ. ანუ რაღაცა პირველ ციკლს ამთავრებთ თქვენ აქ. დაუმთავრე პირველი ციკლი. კიდევაც გეუბნებით, აქ წავიდა, აქ ახალია. იქ თქვენ რაღაცები, თქვენ შეიძლება გქონდათ ის სხვადასხვანაირი შეხვედრები, მაგრამ აი ეს არის ახალი თქვენთვის. და პირველი რაღაცა, პირველ ეტაპს გადიხართ თქვენ აქ, სწავლობთ. პირველ. კარგით, ვნახოთ, აბა განვითარების გზა. ანუ რასთან მიგიყვანთ ამ შეკრულების შესრულება? აი ეხლა, აი ამ ცხოვრებაში. ჰარმონიასთან, ნახეთ, ჰარმონიასთან მიგიყვანთ ყველა ვარიანტში. ანუ თქვენ მაგას დაასრულებთ, ანუ პირველი ეტაპი, რომელიც თქვენ გაქვთ არჩეული ამასთან, თქვენ ამას კარგად დაასრულებთ სხვათა შორის. ძალიან, ანუ ეს უკვე იმასაც გვეუბნება, რომ შეიძლება, ანუ როგორ ნახეთ, კითხვა ჩვენ კი გვაქვს ახლა. შეიძლება თუ არა, არის თუ არა შესაძლებლობა ამ კარმის ბოლომდე ამოწურვა ამ ცხოვრებაში. შეიძლება, კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა ეს პირველი ეტაპი
და ვნახოთ ახლა ჩვენ როგორი დასასრული შეიძლება გქონდეს ამ ურთიერთობას თუ კი ორივე საკუთარ კარმულ მისიას შეასრულებს. ეს არის ყველაზე სხვადასხვა ხშირი კითხვა. ყურუმი, გამარჯობათ. Так, ეხლა მოდი აბა გითხარით, ჩემო ყურუმო. შენ ახლა რა გინდა მითხრა? ძალიან საინტერესო. ანუ ეხლა ნახეთ, აქ მე შემიძლია ვთქვა, აი თქვენი ცოდნა, აქ გაიხსნება უეჭველი. გაიხსნება ყველა ვარიანტში. უეჭველი, მაგრამ ეს ყურუმი მაინტერესებს მე. ნახოთ აბა. აი გეუბნებით, ნახეთ, მე როგორც ვთქვი, აი ხო არის ეს აქ თქვენი გახსნა, აქ მე ვფიქრობ რა არის, იცით, უფრო მეტი აქცენტი წავა თქვენზე, გოგოზე. იმიტომ რომ გოგოს აქ ეს ბიჭი მოვიდა იმისათვის, რომ დაეხმაროს ყველანაირად, ყველა სიტუაციებით, რაც აქ არის ნაჩვენები, გოგოს ნიჭის გახსნის. ანუ ნიჭი რა, ანუ საკრალური ცოდნის რა. იმიტომ რომ აქ შეიძლება ზოგჯერ იქნება ძალიან მტკივნეული, ზოგჯერ იქნება ძალიან კარგი და ჰარმონიული, მაგრამ ეს ადამიანი უეჭველი. აი აქ მიაღწევს იმას, რომ ამ ცოდნას თქვენსაც გახსნის, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის. ყველაფერს გააკეთებს, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი ისეთი, ისე რა ქვია, დანაპირები არის მაღალ ძალებთან და დაელოდება ყველა ვარიანტში. აქ იქნება ის, რომ მე ბოლოს და ბოლოს შენ გახსნი და სხვათა შორის უნდა იყოთ კარგად. უნდა იყოთ კარგად მერე, როცა თქვენი ყურუმი გაიხსნება. ნუ ნახოთ რჩევები ახლა. Так, მე უკვე გადავაჭარბე ხო? უი. Так, всё. მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ ახლა რჩევები. აი ეს კიდე ჩვენ დავჭალგა. და всё, დაასრულოთ. ანუ ესე იგი პირველი რა მაღალი ძალების რჩევა. ანუ თქვენ ამ ურთიერთობაში, თქვენთვის. მიიღეთ ეს ყველაფერი სიყვარულით, მიიღეთ. თქვენ უნდა გრძნობდეთ, იცით, თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ ეს არის თქვენი რაღაც მონათესავი სული, ეს არის ადამიანი, რომელიც ახლა მართლა აი მართლა თქვენია რა. ნუ დავუშვებ აქ იმას რა ქვია. აი ნახეთ. გადავუშვებ იმას, რომ ეს არის თქვენზე პატარა, აქ იყო ხო გეუბნებით, თქვენ უნდა გაიგოთ, მივხვდეთ, რომ თქვენ გააქვთ ძალიან დიდი კავშირი სულიერი ამ ადამიანთან. ძალიან დიდი კავშირი რა. და წინა ცხოვრებიდან ეს უნდა მიიღო ეს. აი რა უნდა მიიღო ზუსტად, რომ ეს ურთიერთობა უფრო ადვილი იყოს. აი მიიღეთ ის, რომ ეს თქვენთვის კეთდება ყველაფერი აბსოლუტურად, თქვენი სიუხვისთვის ეს ადამიანი მოვიდა. აი დააკვირდეთ, რომ თქვენი ცხოვრება არ არსებობს, აი აქ ამ გაშლაში არ არსებობს, რომ თქვენ რაც ეს ადამიანი მოვიდა თქვენ ცხოვრებაში, რომ რამენაირად არ შეიცვალა, თქვენ დაუშვათ, არ შეიცვალეთ თვითონ და არ გახდეთ უფრო კარგი. ზოგისთვის შეიძლება იყოს თქვენი ფინანსური მდგომარეობაც შეიცვალა, ზოგმა თვითონ ახლა დაიწყო სულიერი რაღაცა პრაქტიკები, დაიწყეთ თქვენ შეიძლება ეს თუნდაც აი მაგის გამო დაიწყეთ თქვენ თუნდაც ახლა თქვათ ტაროს გაშლები, შეიძლება მიმართეთ სპეციალისტად პირველად, შეიძლება თვითონ დაიწყეთ რაღაცის სწავლა და ყველაფერს ამას დაუკავშირდეთ. დამიჯერეთ აქ თქვენ მაგ ადამიანის მეშვეობით თქვენ ცხოვრებაში თქვენ გაიზრდებით, მაქსიმალურად თქვენი ცხოვრება გახდება ძალიან კარგი და კომფორტული. აქ არა აქვს მნიშვნელობა თქვენ მასთან დაასრულებთ ურთიერთობას თუ გააგრძელებთ. თქვენთვის ეს არის ძალიან გადასარევი ყველაფერი, რაც კი არის. ამიტომ იმისათვის, აი მადლიერებით მიიღეთ, გაიგეთ, მადლიერებით ყველაფერია. საერთოდ ეს ვინც ჩემთან ტრენინგზე იყავით, თქვენ გახსოვთ ხო, რომ ჩვენ ახლა ამ მადლიერება რატო ვახსენებ ამ მადლიერებით რა, იმიტომ მადლიერებას, იმიტომ რომ აგერ არის ხელშეკრულება.
გააქვთ თქვენ ეს ხელშეკრულება თქვენ შორის, მიხვდით? და ბოლო, ანუ როგორ შეგიძლია თქვა, თუ არის ეს ურთიერთობა მტკივნეული დაასრულოთ. როგორც გითხარით, წყენის გარეშე. არანაირი წყენა, ანალიზი გააკეთეთ, გაანალიზეთ ყველანაირად თქვენი ურთიერთობა მაქსიმალურად და აქედან გამომდინარე არანაირი წყენა პირიქით. ამ ადამიანის უნდა იყოს თქვენ მადლიერი, იმიტომ რომ აი გოგოებო და ბიჭებო, იცოდეთ, თუნდაც არ რეზონიერდა ბოლომდე, არა აქვს მნიშვნელობა. ეს არის მაგარი რაღაცა, რასაც მე გეუბნებით. თუ გინდათ რომ თქვენ იყოთ თვითონ მართლა აი ასე ჰარმონიაში და ბედნიერებაში და კომფორტში ცხოვრება, აუცილებლად იმ ადამიანის, ხო, ვინც არის თქვენ ცხოვრებაში, ნუ ლანძღავთ, ნუ აგინებთ, ნუ პირველ რიგში მოდით ახლა სულ თავი დავანებოთ სულიერ თემებს, ეს არის თქვენი არჩეული პარტნიორი, თქვენ ხართ მის გვერდით, ხო? აი ესე იგი აქედან გამომდინარე, ესე იგი თქვენ მას რო ლანძღავთ, თქვენ თავსაც ლანძღავთ. იცით რა ხდება? თქვენ თავსაც ლანძღავთ. ამიტომ ჩემი სიხრული როგორ შეიძლება რომ შენ ახლა ამისთანაც ძვირფასი კარგი ადამიანი ხარ და შენს გვერდზე არის ნაგავი, ხო? აი რაღაცას თქვა, ანუ რაღაცა საშენელება ადამიანი არ შეიძლება, ხო? ამიტომ როცა მე დავუშვი, სულ რამეს ვამბობ ჩემ პარტნიორზე, ესე იგი მე ნიშნავს რომ მე ჩემს თავს ვლანძღავ. და არ მიყვარს ჩემი თავი, რომ დავუშვი ის რომ ის პარტნიორი, ეს ადამიანი ჩემს გვერდით არის, ხო, რათა მოყვარეობაზე არის ლაპარაკი. მეორე კიდე, ჩვენ რასაც ადამიანთან ჩვენ არ გვსიამოვნებს, ჩვენ არ ვზივართ და არ ვტირევართ, იმიტომ რომ ამას უნდა რომ გადაგიყვანოს თქვენს რაღაცა სხვა ეტაპზე, ხო? რომ არც ეს წყენა და ეს არაფერი არ გასწავლოს, გაიგეთ? რომ ანუ უნდა მიიღო და თქვენში დაამუშავეთ, გაიგეთ? შეიძლება კიდე ერთ პატარა რამის გეტყვით და დავამთავრებ. არის ზოგი ჩვენი პარტნიორი ხო არის ჩვენი ანარეკლი, ხო? ანუ ეს კიდე რას ნიშნავს? აი ეს ფრაზა რო არის, რაც მე არ მომწონს თქვა სხვებში, ეს არის ჩემში. ეს როგორ არის, ნახეთ? შეიძლება პარტნიორი თქვენ არ ეკცევით თქვა ისე მას, როგორც ის გექცევა თქვენ, მაგრამ ის იმას გაჩვენებს, რომ შეიძლება თქვენ სადღაც ვიღაცას მასე ეკცევით. აი ამაზე დაფიქრდეთ. სად ვის ეკცევით თქვენ ისე, როგორც თქვენი პარტნიორი გექცევათ. არ დაიწყოთ ეგრევე, არა, მე არა ვარ, მე კაი გოგო, ყველა კაი გოგოები ვართ, კაი ბიჭები ვართ, მაგრამ თუ მასე გავაგრძელებთ, კიდე მილიონჯერ შეხვდებით ერთმანეთს და კიდე ეს თუ არა სხვა იქნება უარესი კიდე. სანამ არ ესწავლით ჭკუას. მიხვდით? ანუ რას უნდა დააკვირდეთ. всё. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. აი შეხედეთ ახლა. გმაყოფილი იქნებით, ამ ეს ყველანაირ ძალას იხმარს, იცოდეთ, რომ თქვენ გასწავლოთ ჭკუა, გასწავლოთ, კი. და მერე უკვე დამთავრდება აი ეს ვიჯაჭვულება დამთავრდება, იმიტომ რომ თქვენ როცა გაკვეთილს ისწავლეთ და გახსნით თქვენს ცოდნას და რაც შეიძლება ჩქარა, აი ეს ყველანაირი პერიოდი თქვენი დასრულდება და გადადიხართ აი მშვენიერ კაი ცხოვრებაში. ნახეთ, ყველაფერი შეიძლება თქვენ ცხოვრებაში. თქვენი ცხოვრება იქნება რაღაც სასწაული. გაიგეთ ეს, გაიგეთ. всё, ნუ ეწინააღმდეგებით. დავასრულე ამით, მადლობა რომ იყავით ჩემთან, გელოდებით კომენტარებში, მომწერეთ რამდენად იყო თქვენთვის ასეთი გაშლა საინტერესო.